1929 წლის 23 თებერვალს გახსნილ კინოთეატრ რუსთაველს, რომ გარედან შეხედა, ვერ იტყვი, რომ მას რამე კავშირი აქვს იმ დროსთან, როცა კინოსაბჭოთა ხელისუფლების ხელში წარმოადგენდა უდიდეს შეუფასებელ ძალას. ამას ვერც წინა და გვერდითი ფასადების კრონშტეინებზე შემომდგარი 5 ვეფხისტყაოსნის რაინდულ რომანტიკული გმირების ნაცვლად აზიდული ჰომო სოვიეტიკუსების ამაყი გამომეტყველება და მათი ჯანსაღი ანატომიის მქონე სხეულების აგრარულ, ინდუსტრიულ, ფიზკულტურული შემოსვა შვენის. 7 შენობა. შენ თუ არ მოდიხარ აქ 2000 კაცი რომ გააპროტესტო კინო დამიბრუნე, მაშინ ნუ გაქვს პრეტენზია იმაზე რომ აქ იგლს ხილში შემოვიდა რა.